ელბაქიძე მეორე პრიზიორი გახდა წინა ჩემპიონატზე საქართველოსი. მაშინ ქემერტელიძესთან წააგო ფინალი. იწყება ჩვენი შეხვედრა იწყება ფინალური დაპირისპირება 70 კილოგრამში წითელი ფორმით გახლავთ ლუკა ჩხიტუნიძე. საჩხერელი სპორტსმენი. საჩხერეს უკვე აქვს ერთი ოქრო და ერთი ბრინჯაო. ქემერტელიძე და ბაგაური არის მესამე პრიზიორი, ქემერტელიძე ჩემპიონი და ნახოთ ახლა ვერცხლს მიიღებს თუ მეორე ოქროს საჩხერე. პირველი წუთიც მიილია. ჩხიტუნიძეს მოუწოდებს აქტიურობისთვის საჯი. აქტიურობისკენ. ელბაქიძისთვის თუნდაც ფინალში გასვლა, გადმოვიდა ახალ წონაში პრაქტიკულად პირველ ტურნირს საერთოდ შეიძლება რაღაც საერთაშორისო ტურნირებიც კი ქონდა 70 წუთსაც გამოდიოდა აქ ნაჭიდავი, მაგრამ ოფიციალურ ტურნირს პირველად ჭიდაობს და პირველივე ჯერზე გავიდა ფინალში. შეიძლება არ არის რა თქმა უნდა გამორიცხული რომ ფინალი სულაც მოიგოს, მაგრამ რომც არ მოიგოს უკვე ესეც დიდი მიღწევა ამისთვის და კარგი გამოსვლა არის ძალიან. ჩაუხდეს ჩხიტუნიძეს 30 წამი. აჰა, ესეც ელბაქიძის უპირატესობა, თუმცა თანამედროვე წესებიდან გამომდინარე ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. თავარი ბრძოლები აქ მიდის მეორე პერიოდში. მეორე წუთიც მიიწურა უშედეგოდ და ვისაც აი ამ დროს გავიდა საჯავი 30 წამი შესაბამისად ელბაქიძე დაწინაურდა 1-0 და ეხლა შედევაშია. ძალიან ახლოს ყავდა ზონასთან, შეეძლო გაეყვანა გარეთაც, მაგრამ ჩხიტუნიძემ შეძლო ზონის შიგნით დაბრუნება, წრეში დაბრუნება. ეხლა ცენტრალურ ზონასთან დგომში გრძელდება შეხვედრა. პირველი პერიოდი უკვე დასასრულს უახლოვდება და ეხლა აქ უკვე საჯები აქტიურობისკენ მოუწოდებენ ელბაქიძეს. პირველი პერიოდის დამთავრებამდე 20 წამი დარჩენილი. ცოტა დააგდა ეხლა ჩხიტუნიძეს. გაიყვანა აქ ეხლა გარეთ ჩხიტუნიძემ. ხო, თუმცა ორი ხულა ვერ აიღო, მაგრამ აიღო ერთი. ეპიზოდით ისარგებლა ძალიან კარგად. ერთ-ერთი და ამანგარიზე ჩხიტუნიძე იგებს, თუმცა ცხადია რომ არ დარჩება ეს ანგარიში შეხვედრის ბოლომდე. ვერანაირად ვერ დარჩება. შესვენება. იახ დაიწყო 30 წამიანი შესვენება. შემდეგი წონა არის 86, აქ გვექნება ჩვენ შემდეგი შეხვედრა ლუკა კვატაშიძე ამბოლაოვია თამას ნიკოლეიშვილი სამტრედია. დაჩი პაპინაშვილი, გორი და თორნიკე სამხარაძე ონი და შემდეგ უკვე გამოვა მსოფლიო ლევანდელის შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონი ალექსანდრე კენჭაძე 79 კილოში და შეხვდება ტარიელ გაფრინდაშვილს თბილისელ მაჩში. ალექსანდრე კენჭაძე მსოფლიო ჩემპიონი 79 კილოგრამში, ახლა გამოდის 86 კილოგრამში. საინტერესო ფინალი უნდა იყოს ესეც. თუმცა კენჭაძემ გუშინ ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა მთელი შეხვედრები. მეორე პერიოდიც უფრო ელბაქიძის აქტიურობით იწყება. შეიძლება არა გადამწყვეტი და არა ისეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც უფრო მეც უტევს, მეტი მცდელობა აქვს. თუმცა მაგრამ ჯერჯერობით ილეთამდე და სხვანაირად ვფიქრობ, დებამდე არ მისულა საქმე.
ქემერტელიძეს მოუწოდებენ საჯები გააქტიურებისკენ. და ეხლა მათი დაუწერელი იმითი თუ იმსჯელებთ და ჩაურთეს მოუხსნეს ქემერტელიძეს ისევ ეს პირველი შემჩნევა იყო მე როგორც არა ჩაურთეს. ხო, აქ ლიდერი შეიძლება თუ 30 წამში ჩხიტუნიძემ ქულა ვერ მოიპოვა. ესეც უფრო ისეთი არის. წამი აქვს მას ამ ლიდერის შესასრულებლად და შემდეგ დარჩება წუთი და 40 დაახლოებით. 7 წამი, 5 წამი დაწინაურდება ელბაქიძე როგორც არა გავს აქ ჩხიტუნიძე ამ ეპიზოდში, ამ მონაკვეთში. და კი ბატონო მეორე ქულა აქ მიიღო უკვე ელბაქიძემ. და წუთნახევარი დარჩა ჩხიტუნიძეს. თუნდაც ერთი ქულის გაკეთების შემთხვევაში ის ისევ დაწინაურდება. ბოლო ქულის დამსახურებით უკვე ხარისხობრივად ერთნაირი ქულები ექნებათ. თუმცა თითქოს არის შეიძლება ბოლო წუთისთვის აქ კონცენტრირებას ახდენს ძალის თითქოს ძალა არ ყოფნის ახლა ჩხიტუნიძე თითქოს უფრო დაიღალა ელბაქიძეზე ვნახოთ მართლა ასია თუ არა ელბაქიძე არის ქვედაწონიდან ამონაცვლებული წესით ის უნდა დაღლებოდა. ხო ელბაქიძე ისეთი აქტიურად ისავს თავს შეგვიძლია ესე ვთქვათ. ბოლო წუთი დაიწყო 52 წამი. აგერ შევიდა ჩხიტუნიძე. ჯერ უნდა ხო, ჩხიტუნიძემ გაიყვანა, მაგრამ შემდეგ კონტროლს აკეთებდა ელბაქიძე ოღონდ ხალიჩის გარეთ უკვე როგორც ჩანს. ერთი ქულა მიიღო აქ ჩხიტუნიძემ გაყვანა ჩაითვალა და არა გდება. და უკვე ხალიჩის გაღმა იყო ის ყველაფერი რაც გააკეთა ელბაქიძემ. ეხლა 2-2-ზე უკვე ჩხიტუნიძე იგებს, მაგრამ ჯერ დრო საკმარისია 35 წამი. 25 წამი. თანდათანობით იწურება დრო, თუმცა ძალიან უშეღავათო ბოლო წამები გვაქვს. კიდეზეა ელბაქიძემ შეიძლება გაიყვანა. ნახეთ, აბსოლუტ რა ხარისხიანი ილეთი იყო. არა, აქ საჭმა მანამანიშნა გასვლა. მაიკამდე გავიდა სანამ გადააგდებდა. ორი იყო ალბათ 4 ხულიანი. ფეხი გადადგა და შემდეგ გააკეთა რაღაც ისეთი ენი დაუწერელი ილეთი იყო. ვერ დავაკლასიფიცირებ ამას. გარჩევა ხომ არ იქნება. ჯერჯერობით უბრალოდ ზეპირ სიტყვიერად ათბირობენ გარჩევას, მგონი არ აპირებენ საჯები, მაგრამ საჯებს შიდაც ათვები ჰქონდათ, ვერაფერი ვერ გადაწყვიტეს და შემდეგ შემოაგდეს საჩხერელებმა, იყო და 4-2 დაწინაურდა ელბაქიძე. 11 წამი გარჩევა მხოლოდ კიდევ წლის გარეთ გაყავს ჩხიტუნიძეს 4-3. წამი არის გარჩენილი. გაფრთხილება მიიღო, ქულა გაფრთხილება მიიღო, მოკლედ ელბაქიძემ ხალიჩიდან გასვლისთვის. კი ბატონო, ანგარიში გახდა 4-4 დაწინაურდა ჩხიტუნიძე და ეხლა ლუჯი ბალიშია ხალიჩაზე შესაბამისად. აკუ ვლადიმერ გამყრელიძეუზე სეკუნდანტა ამბროლაურელების პროტესტი. სწორედ მან შემოაგდო ეს ჩელენჯი. აქ ხდება 4 წამია დარჩენილი, ერთი ქულა დაუმატეს უკვე აქ ახლა ჩხიტუნიძეს. რომელმაც ბოლოს მაინც ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ესე არის დაფიქსირებული ტაბლოზე 6-8, მაგრამ მე მგონი აქ კიდე გაირჩევა ეს შეხვედრა, ეხლა უკვე აჩკო ფიტიაშვილი ჩხიტუნიძეს უხეშად
ჩამოართვა ხელი და მსაჯი ამაზე აძლევს შენიშვნას. რუმინელი არბიტრი გახლავთ. შეხვედრა მთავრდება 6-6 და ელბაქიძე ხდება